გავაკეთოთ შემდეგი ნომერი 31, სადაც უბრალოდ გთხოვენ ლოგარითმი 3/5 შეფარდებული ლოგარითმი 2/5-ის მნიშვნელობის გაგებას. ამოვიწეროთ მაგალითი. და ახლა თითქოს ფუძის შეცვლის ფორმულას გავს, მაგრამ ჯერჯერობით არა. ფუძის შეცვლის ფორმულაში საჭიროა რომ ერთნაირი ფუძე კონდეს აი ამასაც და ამასაც. რომლის შესაძლებლობაც გვაქვს, ამიტომ მოდით გადავწეროთ ეს ლოგარითმები. ლოგარითმი 3/5 რას უდრის? 1 შეფარდებული ლოგარითმი 5/3-ს და ლოგარითმი 2/5 უდრის 1 შეფარდებული ლოგარითმი 5/2-ს. ახლა უკვე შეგვიძლია ესენი ჩავსვათ აქ ზემოთ და გავარკვიოთ რას უდრის. ესე იგი 1 შეფარდებული ლოგარითმი 5/3 შეფარდებული 1 შეფარდებული ლოგარითმი 5/2-თან. მოკლედ, ეს ატრიალდება ზემოთ და მივიღებთ რას? ლოგარითმი 5/2 შეფარდებული ლოგარითმი 5/3-თან, რაც იქნება ლოგარითმი 3/2-ის ტოლი, რომელიც ჩვენთან ემთხვევა პასუხ A-ს. ესე იგი, სწორი პასუხი არის A. გავაკეთოთ შემდეგი ნომერი 32, წავიკითხოთ მისი პირობა. რამდენი წევრისგან შედგება A1, A2, AN არითმეტიკული პროგრესია, თუ ცნობილია რომ A1 უდრის 10, A2 უდრის 6 და მისი ყველა წევრის ჯამი, ანუ SN არის -32. ამოვიწეროთ რაც ვიცით, A პირველი უდრის 10, A მეორე უდრის 6, აქედანვე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ D უდრის -4-ს და რა ვიცით კიდე ხო? SN რო უდრის -32-ს. აქ გამოვიყენოთ SN-ის მეორე ფორმულა 2A პირველი დამატებული N-1D შეფარდებული 2-თან გამრავლებული N-ზე. რადგან ყველაფერი ვიცით აქ N-ის გარდა და ზუსტად N-ს გვეკითხებიან. ესე იგი რას ვიღებთ აქ? რომ -32 უდრის 20 დამატებული N-1 გამრავლებული -4-ზე გამრავლებული N და აქ შეფარდებული 2-თან. დავწეროთ ასე -64 უდრის 20 გამოკლებული 4N დამატებული 4 და ეს ყველაფერი გამრავლებული N-ზე. აქედან შეგვიძლია ახლა ეს ყველაფერი შევკაცოთ 4-ზე და მივიღებთ რას? -16 უდრის 5 გამოკლებული 5 დამატებული 1 გამოკლებული N გამრავლებული N-ზე. ესე იგი რა მივიღეთ, რომ -16 უდრის 6 - N-ჯერ N-ს. ახლა ვიღებთ კვადრატულ ფუნქციას, ამოვიწეროთ კვადრატული ფუნქცია გვერდით, ვიღებთ რას? N კვადრატს გამოკლებული 6N -16 უდრის 0-ს. არ დავხარჯავ კვადრატული კანტოლების ამოხსნაში დროს, პირდაპირ გეტყვით, რომ ორი პასუხი, რომელსაც ვიღებთ, არის N უდრის 8-ს და N უდრის -2-ს, მაგრამ -2 არ გვადგება, რადგან პროგრესია. ჩვენი პასუხი გამოდის 8, ანუ ჩვენთან როგორც არის მოცემული პასუხი G. გავაკეთოთ შემდეგი ნომერი 33. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი ფუნქციის გრაფიკის სიმეტრიის ღერძია x უდრის p წრფ. ჩემი აზრით ამასაც არ ჭირდება დახაზვა, ამ პირდაპირ შეგიძლიათ გაიაზროთ. პირდაპირ ვეთქვი სწორ პასუხს, სწორი პასუხი არის y უდრის კოსინუს x, რადგან კოსინუსი არის სიმეტრიული p-ის მიმართ, იმიტომ რომ კოსინუსი p-ზე არის 0 და მისი ნახაზიო წარმოედგინოთ 1-დან ჩამოვა ქვემოთ, მიაღწევს 0-მდე, სადაც p იქნება ზუსტად იქ, მერე გაგრძელდება და ისევ გახდება 1. თუ გინდათ მაინც დავხაზოთ ამის ნახაზი, მაგრამ ძალიან მიახლოებით ნახაზს დავხაზავ. ეს იყოს y ღერძი, ეს იყოს x ღერძი, აქ იყოს x უდრის p წრფ და ეს იქნება მისი კოსინუსი. კოსინუსი 0-ზე 1-ის ტოლია, ესე ჩამოვა, აქ მოვა ასე -1-მდე. ასე და აი ასე გაგრძელდება. ამიტომ მივედით იმ დასკვნამდე, რომ სწორი პასუხი არის A. ზემეტი წვალების გარეშე. ახლა გავაკეთოთ შემდეგი ამოცანა ნომერი 34. პრიზმების წვეროების, წიბოებისა და წახნაგების რაოდენობების ჯამი 68 ტოლია. სულ რამდენი წახნაგი აქვს ამ პრიზმასო? ვიცით რომ პრიზმას აქვს 2N წიბო. წვერო აქვს 3N, ხოლო წახნაგი აქვს N + 2.
ესე იგი რა გამოვიდა? ესენი დავაჯამოთ და ვიცით რომ არის 68, ხო? ესენი ჯამში არის 6-იანი. ეს უდრის 66, ეს ორიანი იქით გადავიტანე. გამოვიდა რომ n უდრის 11-ს. ესე იგი სწორი პასუხი ჩვენთან არის G. რადგან n კი 11-ია, მაგრამ წახნაგი აქვს n + 2. ესე იგი ჩვენთან გამოვიდა სწორი პასუხი G. გავაკეთოთ 35 ამოცანა და მისი პირობა ყურადღებით წავიკითხოთ. იპოვეთ 23 რიცხვისგან შედგენილი მონაცემების საშუალო, თუ ცნობილია რომ ამ რიცხვითი მონაცემებიდან პირველი 12 რიცხვის საშუალო 19 ტოლია. უკანასკნელი 12 რიცხვის საშუალო არის 27, ხოლო მე-12 რიცხვი ზუსტად 92 ტოლია. მოკლედ, ამოვიწეროთ, სულ ვიცით რომ არის 23 რიცხვი. სულ თუ 23-ია, ვიცით რომ პირველი 12-ის საშუალო თუ არის 19, ესე იგი პირველი 12-ის ჯამი იქნება 12 ჯერ 19. უკანასკნელი 12-ის ჯამი იქნება 12 ჯერ 27 და რადგან მე-12 რიცხვი ზუსტად უდრის 92-ს, ამ 92-ს თუ გამოვაკლებ ამის ჯამს, ვნახოთ ახლა რას მივიღებთ. 12 ჯერ 19 არის 228, ამას რომ დავუმატოთ 324 და გამოვაკლოთ 92, ვიღებთ 460. ახლა 460 რომ გავყოთ 23-ზე არის 20 და გავიგეთ ამ 23 რიცხვის საშუალო. ესე იგი სწორი პასუხი არის B. შემდეგი ნომერი არის ნომერი 36. ABC მართკუთხა სამკუთხედში AC კათეტის O შუა წერტილიდან AB ჰიპოტენუზაზე დაშვებული მართობი ჰიპოტენუზას კვეთს K წერტილში. იპოვეთ OK მონაკვეთის სიგრძე, თუ BC უდრის A-ს და AC უდრის B-ს. მოკლედ, პირობა კარგად გავიაზროთ, ბევრი წვალება არ ჭირდება, თუმცა მაინც საჭიროა რომ დაკვირვებით გავაკეთოთ ეს ამოცანა. პირველ რიგში დავხაზოთ მართკუთხა სამკუთხედი და სწორად დავაწეროთ მას სახელები, მას რა წვეროებს. გვახსოვდეს რომ აუცილებელია რომ 90 გრადუსიანი კუთხე 90 გრადუსიან კუთხეს დავაწეროთ C. მოკლედ ახლა დავაწეროთ სახელები. აქ არის A, აქ არის B, აქ არის C. მოკლედ, რა ვიცით ჩვენ ხო? AB ჰიპოტენუზაზე დაშვებული მართობი ჰიპოტენუზას კვეთს K წერტილში. AC კათეტის O შუა წერტილიდან. O შუა წერტილიდან მართობი თუ დავუშვი, აი ასე იქნება. კვეთს K წერტილშიო. მოდით გავავლოთ ზოგადად შუამართობით. ამას დავარქვათ F-ი. CB არის A, AC არის B და მოდით ახლა ამოვხსნათ ეს ამოცანა. მოკლედ, AB გავიგოთ ჯერ. AB რას უდრის? პითაგორას თეორემის თანახმად AB უდრის A კვადრატს დამატებული B კვადრატის ფესვს. ესე იგი. და რადგან ეს შუა წერტილია, სწორედ შუამართობია, ეს არის დაყოფილი ორ ნაწილად, ანუ ეს არის B ნახევარი, ესე იგი S-ც გამოდის A ნახევარი და S გამოდის AB-ს ნახევარი. ესე იგი რა მივიღეთ? A კვადრატს დამატებული B კვადრატის ფესვიდან ნახევარი. და ახლა უნდა ვიპოვოთ OK. მოკლედ ზოგადად მართკუთხა სამკუთხედში ისეა, რომ სიმაღლე უდრის A ჯერ B შეფარდებული C-სთან და ჩვენ შემთხვევაშიც OK არის პატარა AOF სამკუთხედის სიმაღლე, ამიტომ OK რას უდრის? AO გამრავლებული OF-ზე და შეფარდებული AF-თან. ესე იგი ეს რას უდრის? ეს უდრის A ნახევარი გამრავლებული B ნახევარზე, გამრავლებული მოდით პირდაპირ ამოვატრიალოთ ეს მნიშვნელი, 2 შეფარდებული ფესვი A კვადრატს დამატებული B კვადრატიდან. ესენი შემეკვეცება, მოდით ახლა ეს გავამარტივოთ. AB, უბრალოდ განვუწევთ ლამაზად, შეფარდებული 2 ფესვი A კვადრატს დამატებული B კვადრატიდან. რომელიც ჩვენთან არის პასუხი A. ესე იგი სწორი პასუხი მივიღეთ A. დადგათ რომ გავაკეთოთ ბოლო ტესტური ნომერი 37. ცილინდრის გვერდითი ზედაპირის შლილი წარმოადგენს კვადრატს. იპოვეთ ცილინდრის გვერდითი ზედაპირის ფართობის შეფარდება ფუძის
შეფერდება ფუძის ფართობთან. მოკლედ, ცილინდრის გვერდის ზედაპირი თუ წარმოადგენს კვადრატს, მოკლედ ვიცით, რომ ყველა გვერდი ერთმანეთის ტოლია. ესე იგი, ცილინდრის გვერდის ზედაპირი, ცილინდრის შლილი რას მეუბნება? რომ 2πr უდრის a-ს, ხო? რადგან გვერდის ზედაპირი არის თვითონ შემოწირულობა, კვადრატის გვერდი უდრის წრეწირის სიგრძეს. წრეწირის სიგრძე არის ეს. და ეს არის კვადრატის გვერდის სიგრძე. ეს ამას უდრის. აქედან r რას უდრის? მოდით გავიგოთ. შეფარდებული 2π-სთან. მოკლედ, გვერდის ზედაპირის ფართობი შეფარდება უნდა ვიპოვოთ წრის ფართობთან. ფუძეების უფრო სწორედ. გვერდის ზედაპირის ფართობი რა არის? თუ კვადრატია, a კვადრატი იქნება. და წრის რა იქნება? πr კვადრატი, ხო? π გამრავლებული r კვადრატზე, რომელიც ჩვენთან ეს მივიღეთ. მოკლედ, ეს გავხშალოთ ახლა. π-ჯერ a კვადრატი შეფარდებული 4π კვადრატთან. π-ები შევკვეცე, a კვადრატები შევკვეცე და დამჩა რა? 4π, რომელიც არის პასუხი g ჩვენთან. ესე იგი, სწორი პასუხია g.